ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმი გადავიდა ხელისუფლების მიტაცების სხვა ურთულეს, უმძიმეს ეტაპზე, სადაც დაიწყო დასახიჩრება, დარბევა, უკანონო დაკავება საქართველოს მოქალაქეების. ჩვენ ვხედავთ ფაქტობრივად, რომ მიყუჩებულმა თორნიკე რიჟვაძემ გადაწყვიტა, რომ იძალადოს ბათუმში მოქალაქეებზე და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მასიურად, უკანონოდ, ძალადობრივად დააკავეს ბათუმში. სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, რიგითი მოქალაქეები, ქალები, ჩვენი კოალიციის ორი ძალიან მნიშვნელოვანი წევრი და ადგილობრივი ლიდერი ამჟამად არის დაკავებული. ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ლიდერი ახალგაზრდა პოლიტიკოსი ლუკა ნაცვლიშვილი. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას და პარალელურად მუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ სანქციები იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უკან დაახევინებს ძალადობრივ ხელისუფლებას. თორნიკე რიჟვაძე, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვერც კი ბედავდა, რომ ქოცური განცხადებები ეკეთებინა თუნდაც, მას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება. მოუწევს ასევე პასუხისმგებლობის აღება აჭარაში არსებულ ეგრეთ წოდებულ ხარებებს. ბატონ ბესელიას და დგებუაძეს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ატერორებს არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობის ერთ ნაწილს, ბათუმის მოქალაქეებს, არამედ ბათუმში ყოფ სამართალდამცველ პირებს, სამართალდამცველებს, რომელთაც აყრილი აქვთ ღირსება ბესელიას და დგებუაძის ხელმძღვანელობით. ფაქტობრივი მოცემულობა კი არის ის, რომ დღეს სამართალდამცავ უწყებებს აჭარაში მართავს თორნიკე რიჟვაძის მამა, დათო რიჟვაძე. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ხელისუფალი, რომელიც 2021 წელს გახდა ჩვენთვის ცნობილი როგორც ძალადობრივი, რომელმაც მიისაკუთრა ბათუმის საკრებულო, რომელმაც მოკლა რეალურად ნუგზარ ფუტკარაძე შანტაჟით და ზეწოლით. და ჩვენ ვხედავთ ამ ძალადობას და ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.